Დააპატიმრებენ თუ არა მამუკა ხაზარაძეს, ეს სოცნების პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, რომელიც კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს დღეს იბარებს. პროკურატურამ ხაზარაძის საქმის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ეგრეთ წოდებულმა საპარლამენტო კომისიამ მიმართა. კომისიამ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, რომელიც წინა ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის საქმიანობას შეისწავლის, პირველი გამოკითხვაზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა, რომლებიც სულ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას წარმოადგენენ. ამ ეგრეთ წოდებული კომისიის ხდომაზე ხაზარაძე და ჯაფარიძე არ მივიდნენ. ამიტომ მათი საქმე პროკურატურას გადაეცა. მამუკა ხაზარაძე არც პროკურატურაში მისვლას გეგმავს და მზად არის კითხვებს მხოლოდ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხოს. კომპრომისი არ იქნება, არ ვაპირებ არავისთან გარიგებას, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილთან, ასეთია მისი პოზიცია. ქეთი ნადიბაიძე შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში, ის მოგვიყვება ვრცლად ამ თემის შესახებ. მამუკა ხაზარაძე მისარგებლა კანონის იმ ჩანაწერით, რომელიც მას აძლევს უფლებას, რომ პროკურატურას უარი უთხრას პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლაზე და მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოში მოითხოვოს გამოკითხვა. ახლა ის ელოდება პასუხს პროკურატურის მხრიდან სასამართლოში, როდის მოუწევს მას მისვლა და შეკითხვებზე პასუხის გაცემა ჯერჯერობით თარიღი უცნობია. პროკურატურაში კი მამუკა ხაზარაძე, როგორც საზოგადოებამ იცის, დღეს იყო დაბარებული. ხაზარაძის შემდეგ, როგორც ჩანს, შემდეგ იქნება მისი თანაპარტიელი ბადრი ჯაფარიძე გუშინ დღის ბოლოს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიამ პროკურატურას გაუგზავნა შესაბამისი დოკუმენტაცია ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც და სავარაუდოდ იგივე პროცესის გავლა მოუწევს ბადრი ჯაფარიძესაც, როგორც ჩანს და როგორც ამ კომისიის განხილვებიდან და ქართული ოცნების განცხადებებიდან ვისმენთ, ისინი არ იქნებიან არც პირველი და არც უკანასკნელი, რომელსაც მოუწევს პროკურატურაში ან სასამართლოში გამოკითხვაზე სიარული, იმის გამო, რომ არალეგიტიმურად მიაჩნიათ ქართული ოცნების საგამოძიებო კომისია, უწოდებენ მას წარმოდგენას, პარტიულ გარჩევას, ურთიერთგარჩევას პოლიტიკურ ოპონენტებთან და ერთგვარ მოიქს ადამიანსჯელო სცენარს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. მაგალითად, ასეთი იქნება სავარაუდოდ ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც გუშინ კომისიის სხდომაზე არ მივიდა და თეა წულუკიანმა გუშინვე დაუანონსა მას, რომ მისი საქმეს მოხვდება პროკურატურაში. მე არ ვიცი პირველად ამას, რომ შუბზე მქონდა დადებული იარაღი მხედრიონის დროს და იმათ არ გავრიგები ვარ. ოჯახის წევრი მყავდა მოტაცებული 54 დღის განმავლობაში და მათთან არ გამიკეთებია კომპრომისი და ესე თქვა თავი არ დამიხრავს. ჩემი ორი ბიძაშვილი იქნა მოკლული 90-იან წლებში და მაშინაც არ გავრიგები ვარ კრიმინალს და არც იმდროინდელ ხელისუფლებას და კიდე ჩინოვნიკებს, რომელიც მაწვებოდნენ აქედან იქიდან მხრიდან რომ რაღაცნაირად ჩვენთან ზემოქმედება მოეხდინათ. და როგორ შეიძლება ჩვენ ნაციონალური მოძრაობის დროს რაიმე გარიგებაში ყოფილიყავით, მარტივია. ან ვინმეს ქონებაზე ჩვენ რაღაც ბიზნესი გავეკეთებინა. ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ვიმეორე, ებრძვის წარმატებულ ადამიანებს, ებრძვის წარმატებულ კომპანიებს, ებრძვის საქართველოს, რომელიც აღარ არის წარმატებული, იმიტომ რომ არის იზოლირებული და არაფერი ამ ქვეყანაში აღარ ხდება. პირდაპირ მინდა მას უთხრა, რომ არანაირი დათმობა არ იქნება, არ არსებობს დათმობა არ იქნება. არანაირი დათმობა არ იქნება და იმ ცილის სამებაზე და აი ამ იმაზე, ესე თქვა, რასაც თქვენ კადრულობთ, არანაირი დათმობა გინდა იმაში, რა ქვია, სასამართლო მომისაჯეთ და გინდა ესე რა ქვია, საპატიმრო. არ არსებობს, იცით რატო? იმიტომ რომ ამ ბრძოლაში ჩემ მეგობრებთან ერთად მე ვარ შეგნებულად შემოსული და შემოვედი მაშინ, როცა თქვენ კურსს გადაუხვიეთ და ანაკლია მოკალით. ძლიერი საქართველოს ლელო არის მათთვის ყველაზე თაში კონკურენტი, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ნაციონალური მოძრაობის, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აი ამ იდეოლოგიურ ხაზში ვერ შეყავთ. ამიტომ ეს იყო მიზანი მხოლოდ ამ კომისიის მიზანი იყო მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების გაშევება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიხილავთ მომავალ სხდომებზეც, მომავალ აბსურდულ განხილვებს, რომლის მიზანიც აგრეთვე იქნება პოლიტიკური დევნა. არ იქნება კომპრომისი, ეუბნება ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც დღეს გეგმავს 2 საათზე პრესკონფერენციის გამართვას და დამატებით განცხადებებს მოვისმენთ მისგან ამ საკითხთან დაკავშირებით. შეგახსენთ, რომ სწორედ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან ერთ-ერთი პირველები, რომლებიც ქართული ოცნების საგამოძიებო კომისიამ, რომელმაც გადაწყვიტა, რომ უნდა შეისწავლოს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათი საქმიანობა, სწორედ ეს ორი პოლიტიკური ლიდერი აღმოჩნდა ერთ-ერთი პირველები, რომლებიც დაიბარეს კომისიის ფარგლებში გამოკითხვაზე, მათ უარი განაცხადეს გამოცხადებაზე და მათი საქმეები ახლა უკვე პროკურატურაშია. ეს მუხლი თავის არიდება კომისიის მიწვევაზე, ითვალისწინებს ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას.